თავი მესამე. წყემსავდა მოსე თავისი სიმამრის მიდიანელი მღვდლის ითროს ცხვარს. ასხა ერთხელ ცხვარი უდაბნოს იქით და მიადგა ღვთის მთას, ხორევს. გამოეცხადა უფლის ანგელოზი ცეცხლის ალად შუაგულ მაღლოვანში. ხედავს, ცეცხლი უკიდია მაღლოვანს, მაგრამ არ იწვის მაღლის ბუჩქი. თქვა მოსემ, ივალდა ვნახავ ამ დიდებულ სანახავს, რატომ არ იწვის მაღლოვანი. დაინახა უფალმა, რომ მოდის მოსეს სანახავა და დაუძახა ღმერთმა შუაგულ მაღლოვანიდან. მოსე, მოსე, მიუგო, აქა ვარ, უთხრა, ახლოს ნუ მოხვალ, გაიძრე ფეხსამოსი, რადგან ეს ადგილი, სადაც შენ დგახარ, წმიდა მიწაა. უთხრა, მე ვარ მამა შენის ღმერთი, აბრაამის ღმერთი, ისააკის ღმერთი, იაკობის ღმერთი. სახე დაიფარა მოსემ, რადგან ღვთის ხილვისა შეეშინდა. თქვა უფალმა, ვიხილე ჩაგვრა ჩემი ერისა ეგვიპტეში და მომესმა ზედამხედველებისგან გამწარებულთა ღაღადი, რა კი გავიგე მისი გასაჭირი. ჩამოვედი, რომ ვიხსნა იგი ეგვიპტელთაგან და წავიყვანო მაგ ქვეყნიდან, მადლიანსა და ვრცელ ქვეყანაში, სადაც ღვარად მოედინება თაფლი და რძე, ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ფერიზეველთა, ხივიელთა და იებუსეველთა ქვეყანაში. აჰა მოაწია ჩემამდე ისრაელიანთა ღაღადმა და ვიხილე მათი ჩაგვრა, როგორ ჩაგრავენ მათ ეგვიპტელები. ახლა გაგზავნი ფარაონთან, რომ გამოიყვანო ეგვიპტიდან ჩემი ერი ისრაელიანები. უთხრა მოსემ ღმერთს, მე ვინ ვარ ფარაონთან, რომ წავიდე და გამოვიყვანო ისრაელიანები ეგვიპტიდან? უთხრა, მე ვიქნები შენთან. ეს გქონდეს იმის ნიშნად, რომ ჩემი გაგზავნილი ხარ. როცა ეგვიპტიდან გამოვიყვან ჩემს ერს, თაყვანიეცით ღმერთს ამ მთაზე. უთხრა მოსემ ღმერთს, კარგი, მივედი ისრაელიანებთან და ვუთხარი. თქვენი მამა პაპის ღმერთმა გამომგზავნა მეთქი. თუ მკითხეს მისი სახელი რა ვუპასუხო? უთხრა ღმერთმა მოსეს, მე ვარ, რომელიც ვარ. კვლავ უთხრა, ასე უპასუხე ისრაელიანებს, რომელიც ვარ, მგზავნის თქვენთან. კვლავ უთხრა ღმერთმა მოსეს, ასე უთხარი ისრაელიანებს, უფალმა თქვენი მამა პაპის ღმერთმა, აბრაამის ღმერთმა, ისააკის ღმერთმა, იაკობის ღმერთმა გამომგზავნა თქვენთან. ეს არის ჩემი სახელი უკუნითი უკუნისამდე. ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე. წადი შეკრიბე ისრაელის უხუცესები და უთხარი მათ, უფალი თქვენი მამა პაპის ღმერთი გამომეცხადა, აბრაამის ღმერთი, ისააკის ღმერთი და იაკობის ღმერთი და მითხრა, მოგხედავთ თქვენ და თქვენს გასაჭირს ეგვიპტეში. ვთქვი, გამოგიყვანთ ეგვიპტის სატანჯველიდან და წაგიყვანთ ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ხივიელთა და იებუსეველთა ქვეყანაში, სადაც ღვარად მოედინება რძე და თაფლი. ერწმუნებიან შენ სიტყვას და მიხვალ ისრაელის უხუცესები თურთ ეგვიპტის მეფესთან. ეტყვით, ებრაელთა ღმერთი გამოგვეცხადა, ახლა უდაბნოში გავალთ 3 დღის სავალზე, რომ მსხვერპლი შევწიროთ უფალს ჩვენს ღმერთს. ვიცი არ გაგიშვებთ ეგვიპტის მეფე, თუ მაგარმა ხელმა არ აიძულა. მოვიღერებ ხელს და დავსჯი ეგვიპტეს მთელი ჩემი სასწაულებით, რომლებსაც მოვახდენ მის შუაგულში. მხოლოდ ამის შემდეგ გაგიშვებთ იგი. მადლს ვაპოვნინებ ეგვიპტელთა თვალში ამ ხალხს და როცა წასვლის დრო დაგიდგებათ, ხელსარიელი აწახვალთ. ინათხოვრებს თქვენი დედაკაცი თავის მეზობლისაგან და თავის მდგმურისგან ვერცხლისა და ოქროს ჭურჭელს, სამოსელს და აჰკიდებთ თქვენს ვაჟებსა და ასულებს. ასე გაეცლებით ეგვიპტეს.